საღამო მშვიდობისა, მე მაკაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ პირველ არხს და ჩვენს გუნდთან ერთად აქტუალურ თემას წარმოგიდგენთ. წერილი თეთრი სახრიდან ორბელიანების სასახლეში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. დონალდ ტრამპის გზავნილები ასეთია: ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია განამტკიცა საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წერილის პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩვენს ეთერში რამდენიმე წუთში შეაფასებს. საქართველოს ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მიღწეული შედეგები, სათქმელი ქართველი ხალხისთვის და გზავნილები პარტნიორებისთვის. ეს იყო მთავარი თემები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. წლების განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ 4 ომი საქართველოს სუვერენიტეტის 9 წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი, თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველოს დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლის განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დამოუკიდებლობა, ეროვნული იდენტობა და ისტორიული ღირებულებების სუვერენიტეტის დაცვა, როგორც გამოწვევა დიდ პოლიტიკასა და საერთო მსოფლიო წესრიგში. როგორ აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნისას დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, წარმატებებს, მიღწევებს, სირთულეებსა და გამოწვევებს და როგორია ირაკლი ყობახიძისთვის ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური ფასი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და ხართ დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის, მესალმებით ტელემოყურებელს. ბატონო ირაკლი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ვიდრე მილოცვის შინაარსა და გზავნილებზე, მთავარ გზავნილებზე და აქცენტებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მანამდე თქვენი პოლიტიკური შეფასება როგორია? საინტერესოა, რომ ამ 2 დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ 2 ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი. ერთი გამოიგზავნა თავდაპირველად სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი Deep State-ის მიერ და მეორე წერილი იყო შედგენილი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავება უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და Deep State შორის. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში, ხო? ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება. ადრესატი იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე, ხო? კიდევ ერთხელ ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და Deep State შორის. ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მოხარული ვართ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, ჩემი სახელით გაიგზავნა ეს წერილი. შეეხება თქვენს ღია წერილს და მანამდე გაგზავნილ წერილსა და კომუნიკაციას ამასთან დაკავშირებით უფრო ფრთხილად მინდა მოგვიანებით რომ ვისაუბროთ. მანამდე რომ დაუბრუნდეთ ტრამპის გზავნილს და მილოცვას, ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლებისთვის, აი თუნდაც ეს გზავნილი? ჩვენ ვიცით ჩვენ რა გვინდა და რას ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს და ამასთან დაკავშირებით არაერთი საჯარო განცხადება მაქვს გაკეთებული. ჩვენი მოწოდება არის განვაახლოთ სუბთაფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც გვინდა რომ კონკრეტული გზამკვლევით განახდეს სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარია გზამკვლევზე, სადაც იქნება ასახული სარგებელი
ორივე მხარისთვის. მანამდე იყო თაროზე შემოდებული, ქაღალდზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ყოველგვარი შედეგების გარეშე. ჩვენ ახლა თავაზობთ რადიკალურად განსხვავებულ რამეს, უკეთეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, ეს არის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. მანამდე მინდა მაინც შევეხო ამ პირველ წერილს, რაც მომიწია დილასაც კომენტარის გაკეთება, ანუ საუბარი მაქვს განსხვავებულ deep state-ის წერილზე, ასე რომ ვთქვათ, ქედმაღლობაც გამოშვიოდა ამ წერილიდან ყველაფერთან ერთად და მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ამ ქედმაღლობას არავითარი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, მე მესმის, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან დიდი ქვეყანა, მაგრამ როდესაც გვამადლიან ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ მოხდარა, ხო გვამადლიან რას, რომ ქვეყანას საერთოდ აღარ იარსებებდა, რომ არა ეგრეთ წოდებული დახმარება, რასაც ჩვენ ვიღებდით ამერიკის მხრიდან. სინამდვილეში მათემატიკურად გადავთვალეთ ჩვენ, რა სარგებელი მიიღო შეღავათების სახით ამერიკულმა მხარემ ჩვენგან და აქ საუბარია ძირითადად ავღანეთის და ერაყის მისიებში მონაწილეობაზე და თუ დავთვლით მათემატიკურად, ფინანსურად იმ შეღავათებს, რომელიც ჩვენ გავუწიეთ ამერიკულ მხარეს და თუ შევადარებთ იმ დახმარებას, რომელსაც რეალურად ვიღებდით ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩვენი შეღავათი არის ფინანსურად დაახლოებით 5-ჯერ და შეიძლება 10-ჯერ მეტიც. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, დახმარებაში ჩვენ ვერ ჩავთვლით იმ თანხებს, რომლებიც იქნა გაღებული სააკაშვილის გადასარჩენად, ეს იყო 2008-11 წლებში ეკონომიკაში ჩასხმული ფული, სხვა წლებში კაპიკი არ ჩაუსხამთ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა დახმარებაში ვერ ჩავთვლით NGO-ებზე გამოყენებულ ფულს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა ის, რომ ეს იყო არა დახმარება, არამედ პირიქით უკუშედეგის მომტანი. რეალურად თქვენ რო წარმოიდგინოთ ამ ყველაფრის გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება, რომ არ იყო მაგალითად თუნდაც ამ 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა, რომ არ ყოფილიყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი მოიყვანა ხელისუფლებაში და რაც დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ხო? ეს რეჟიმი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იყო ბიზნესის რეკეტი, რაც მონებრივია ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე დაუჯდა ეს რეჟიმი და ეს შემდეგ ხო აღარ მინდა ეს ყველაფერი გავაქცევო. ამიტომ ეს არ იყო დახმარება პირიქით, ეს იყო ისეთი თანხები, რომელიც იყო პირდაპირ მიმართული საქართველოს უკუსვლისკენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ ერთმანეთს დახმარება და ჩვენი მხრიდან გაწეული შეღავათები, ჩვენ მხარეს არის სინამდვილეში დისბალანსი და უპირატესობა დისბალანსი დადებითი კუთხით. ამიტომ ქედმაღლობას არ აქვს არავითარი საფუძველი, რაც შეეხება წერილებს. Deep State-ის მიერ დაწერილ წერილს ჩვენთვის არ აქვს არავითარი ფასი, ანუ ასეთ ამერიკულ წერილებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი, რაც გუშინ შემოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმოწერით. რაც შეეხება პრეზიდენტის წერილს, რა თქმა უნდა, ამას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამ მილოცვისთვის. თქვენ ნახეთ იგივე ოპოზიციის რეაქციები ამ წერილთან დაკავშირებით. სრული ისტერიკა. სახე დაკარგეს საერთოდ, როდესაც კომენტარებს აკეთებდნენ ამ წერილთან დაკავშირებით, უბრალოდ სასაცილოები გახდნენ თავიანთ კომენტარებში, იმდენად არაადეკვატურები იყვნენ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ურთაბრძოლა გრძელდება და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სწორედ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს Deep State-ზე. ეს თუ ასე არ მოხდება, ამ შემთხვევაში პრობლემები დარჩება სამწუხაროდ, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია და ასეთ შემთხვევაში გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ თვისებრივად გაჯანსაღდეს ჩვენი ურთიერთობები. და კიდევ ერთი დეტალი, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა ოპოზიციის ისტერიკას. ანუ მუდმივად საუბარი აქვს იმაზე, რომ ჩვენ რაღაცა კურსი შევიცვალეთ, არ გვინდა ამერიკისკენ, არ გვინდა ევროპისკენ და ეს შემდეგ. ამ დროს დღეს შემოვიდა წერილი, რომელიც იძლევა იმის, ასე ვთქვათ, იმედს, რომ შეიძლება გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ისტერიკა რატო უნდა მოყვეს შენი მხრიდან? ასე წერილს ხო გაუგებარია, მაგრამ ამაზე მეტიც გვახსოვს ხო გასული წლებიდან პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ ემსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ეს შემდეგ. სინამდვილეში თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასალურ გზას, ეს არის სწორედ ეს რადიკალური ოპოზიცია. პირდაპირ დღესაც ხო ვერ დამალეს საკუთარი ემოციები, ხო არის რაღაც წერილი, რომელიც საფუძველს ქმნის ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და ამის გამო ვერ დამალეს საკუთარი უარყოფითი
ემოციები. გასაგებია რაშიც არის საქმე, მათ დაინტერესებთ ერთადერთი რამე, ეს არის deep state-ის დავალებების შესრულება, ამიტომ რაღაცნაირად ცოტათი გაუხარდათ გუშინდელი წერილი და დღევანდელ წერილს მოხდა მათი ძალიან მძიმე რეაქცია და გაგულისება. გასაგებია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკას და მათ შორის იგივე მილოცვების ნაწილსად მოგვიანებით აუცილებლად დაუბრუნდება ბატონო ერგელი, თუმცა მანამდე 26 მაისი და გზამილები. ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში საქართველოს არასდროს ყოფილა ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არის დღეს, ეს არის თქვენი სიტყვები. როგორია აი ბოლო წლებს რომ გადავხედოთ და თქვით შეაჯამოთ განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისთვის გადახდილი პოლიტიკური ფასი, რა არის თქვენი მმართველობის მთავარი მონაპოვარი, როგორ ხედავთ და როგორ შეაფასებთ და რა არის ის გამოწვევა და ის საკითხი, რომლის დაძლებასაც ისურვებდით თქვენი მმართველობის პირობებში? გასული 35 წელი იყო ძალიან რთული, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რომ იყო 4 ომი, იყო სამოქალაქო ომი, იყო აფხაზეთში ომი, იყო ცხინვალის რეგიონში ომი, შემდეგ კიდევ ერთი ომი 2008 წელს და ეს ყველაფერი სულ რაღაც 35 წლის განმავლობაში, უბრალოდ პირველი 20 წლის განმავლობაში გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ამის გარდა იყო სხვადასხვა ტიპის პრობლემები, თავიდან საკმაოდ ყიფი იყო ხელისუფლება, იმიტომ რომ ახალი ჩამოყალიბებული იყო და არც დასწელდა შედგომა, როდესაც მოხდა ხელისუფლების გადატრიალება 1991 წლის ბოლოს, შემდეგ იყო შევარდნაძის ხელისუფლება, იქაც იყო თავისი პრობლემები და ამის შემდეგ 2003 წლის რევოლუციის საფუძველზე, რომელიც სწორედ deep state-მა მოაწყო გარედან, საქართველოში ჩამოყალიბდა სისხლიანი ავტორიტარიზმი, ხო და ქვეყანამ დაკარგა სუვერენიტეტი. რეალურად ქვეყანას ჰყავდა გარედან დანიშნული ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში და მან უმძიმესი პრობლემები გამოიწვია ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ, ეს იყო ადამიანების კვლელობა, წამება, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტოტალური მედია მონოპოლია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რაც საქართველოში აგენტურის მმართველობამ გამოიწვია. თუმცა 2012 წლის შემდეგ ჩვენ დავიბრუნეთ სუვერენიტეტი. თავდაპირველად ეს სუვერენიტეტის იყო ძალიან მყიფე და თქვენ გახსოვთ პირველი 8 წელიწადი, მას შემდეგ რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ გვიწევდა უამრავ კომპრომისზე წასვლა. მის გამო რომ უნდა გვევლო ბეწვის ხიდზე, ძალიან ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათ შორის იყო ეგრეთ წოდებული კოაბიტაცია, რომელიც მთლიანად გარედან იყო ისევ და ისევ deep state-ის მიერ თავს მოხვეული. თქვენ გახსოვთ, მაშინ, როდესაც საუბარი იყო დამნაშავეების დასჯაზე, პირდაპირ სახელები და გვარები იყო, რომ ეს შეგიძლია დაიჭირო, ეს არ შეგიძლია დაიჭირო. პირდაპირ გვარები ჰქონდა deep state-ს ჩამოწერილი მაშინ და ამას აკეთებდნენ მაშინაც ამერიკული და ევროპული ბიუროკრატიის ხელით, ხო, პირდაპირ მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები გამოდიოდნენ ამერიკიდან და ევროპიდან და გვიგრძელავდნენ დამნაშავეების დასჯას. ასევე იყო კოალიცია და ამ კოალიციაში დიდი დოზით იყვნენ წარმოადგენელი deep state-ის აგენტურის წარმომადგენლები და შემდეგ ასე გამოვიარეთ ჯერ ერთი 4 წელი, შემდეგ ასევე რთული იყო მომდევნო 4 წელი და საბოლოო ჯამში ბოლო 4 წელი იყო გადამწყვეტი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის, ეს იყო საკვანძო ფაზა ამ ბრძოლაში და ჩვენ მოვახერხეთ თვისებრივად სუვერენიტეტის მოპოვება ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს ხედავთ რომ ვართ ნამდვილად დამოუკიდებელი, როგორც არასდროს ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებლად განსაზღვროთ საკუთარი ბედი და აღარ ვართ დამოკიდებული ამ მანკიერ განზრახვებზე, რაც შეიძლება გარედან გქონდეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, პატარა ქვეყანა ვართ, ანგარიშის გაწევაც მოგვიწევს ბევრი რამისთვის და შემდეგ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული რაიმე პრინციპული კომპრომისები პირველ რიგში დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარჯზე. აქედან გამომდინარე, გამოწვევებთან დაკავშირებითაც რომ გითხრათ, რა არის ის მთავარი გამოწვევები, რაც გამოწვევები ქვეყანას ძალიან ბევრი აქვს. პირველ რიგში რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო 4 წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა სულმოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მხოლოდ ამ 4 წლის განმავლობაში ქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა არის ამ ზრდის შენარჩუნება. ჯერ კიდევ ჩამორჩებით, რა თქმა უნდა, ევროპულ ქვეყნებს კეთილდღეობის დონით. მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე შეიძლება საშუალო პერსპექტივაში მივახლოვდეთ
ევროკავშირის საშუალო დონეს ეკონომიკური განვითარების კუთხით და შესაბამისად სოციალური პირობებიც შეიძლება რადიკალურად გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ იცით რომ გვაქვს პროგრამული მიზნები. ამ პროგრამული მიზნების მიხედვით ჩვენი ასე ვთქვათ ამოცანა არის მაქსიმუმ 4%-მდე სიღარიბის შემცირება ჩვენს ქვეყანაში, უმუშევრობის შემცირება 4%-მდე, ანუ 4%-ს არ უნდა გადააჭარბოს არც ერთმა და არც მეორე მაჩვენებელმა. როგორც ახლა მივდივართ, ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი 2028 წლისთვის. ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაბამისად სოციალური პროგრამების გაუმჯობესება, ეს არის რა თქმა უნდა ჩვენი უმთავრესი. დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ნაწილშიც რომ გითხრათ რა ტიპის პირდაპირ ესეც ნახეთ პირდაპირ არის ეკონომიკასთან დაკავშირებული დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხარისხი. რამდენადაც ძლიერია ეკონომიკურად, ქვეყანა იმდენად მეტი რესურსი აქვს, რომ საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს სასაგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. ასევე იგივე როცა ვსაუბრობთ დამოუკიდებლობაზე, ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ხო ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. აქაც ძალიან აქტიურად მუშაობთ. ჩვენ გვაქვს მაგალითად ენერგეტიკის მიმართულებით იგივე ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის გავხდეთ სრულად თვითქმარი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით, როდესაც მოხმარებას გადააჭარბებს ელექტროენერგიის შიდა გამომუშავება და პირიქით გავხდებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. ყველა მიმართულებით ეკონომიკა არის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, შესაბამისად განსაკუთრებული აქცენტი გაკეთება ამაზე. განათლების სფეროში რეფორმების გატარება, ყველაფერი საბოლოო ჯამში ყველა მიმართულებით განვითარება არის პირდაპირ დაკავშირებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გამყარებასთან, სუვერენიტეტის გაძლიერებასთან. თუ ყველა სფეროზე თანაბრად უნდა ვიყოთ ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მიზანი საგარეო პოლიტიკაში, ეს არის ევროინტეგრაცია და აქაც საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება როცა მიიღება, ეკონომიკა იქნება მთავარი. ყველა შეხედავს იმას, თუ როგორია ერთსულ მოსახლეზე ქვეყნის ეკონომიკა, მაგალითად საქართველოს და მოლდოვა რო ავიღოთ, ბოლო 4 წლის განმავლობაში 2021-24 წლები ჩვენ დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის. შესაბამისად, როცა საუბარია რეალურად ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, სწორედ ჩვენ გავიმყარეთ ამ კუთხით პოზიციები, იმიტომ რომ 10 მილიარდით გავზარდეთ სხვაობა ეკონომიკური კუთხით. კიდევ ერთხელ ბოლოს რო შეხედავენ ქვეყნებს გადაწყვეტილებას მიიღებენ უკვე იმის და მიხედვით, თუ როგორია ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები. თუ ყველაფერი ერთად არის მნიშვნელოვანი, ყველა მიმართულებიც რომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენ გვაქვს ძალიან კომპლექსური პროგრამა, რომელიც წარვადგენთ საზოგადოების წინაშე არჩევნების წინ და ამ გეგმას მიყვებით ბუნებრივია ზედმიწევნით, დაახლოებით ერთ თვეში მექნება მე პირველი ანგარიში ახალი მოწვევის პარლამენტში და იქ რა თქმა უნდა პარლამენტარებს და პარტიულ საზოგადოებას მოახსენებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძელდება ქვეყნის განვითარების პროცესი. და ამ ყველაფრის მიუხედავად ბატონო ირაკლი, სახელმწიფო დეპარტამენტიდან ადრესატის გარეშე გავრცელდა მილოცვა, მიმართვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაც თქვენ შეაფასეთ Deep State-ის გავლენის დემონსტრირება და აღნიშნეთ ასევე რომ რობინ დანიგანის ძალიან უნდოდა 26 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მას არ მიეცა ამის საშუალება სწორედ Deep State-ის გავლენის გამო. ეს არის თქვენი ციტატა. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რას გულისხმობთ? მე პატარა კორექტი შევიდა, მე ჩემი ვარაუდი გამოთქვი რომ ალბათ ძალიან უნდოდა ალბათ რობინ დანიგანს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ელს უნდა რომ სრულფასოვნად შეასრულოს საკუთარი დიპლომატიური ფუნქციები შესაბამის ქვეყანაში და ბუნებრივი ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მის ღონისძიებაზე დასწრება არის ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტი, ხო? მე მგონია რომ მას ძალიან ენდომებოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა ხედავთ რომ რაღაც გამოგონილი საბაბით ქვეყანაში არ რაშერება იყოს უფრო მნიშვნელოვანი ელჩისთვის, ვიდრე შესაბამის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე, ხო? რა თქმა უნდა ეს საბაბი იყო, ჯერ გითხრეს რომ თბილისში არ იყო, შემდეგ საჯარო თქვეს რომ ქვეყანაში არ იყო. ნუ აქაც პირდაპირ ჩანს Deep State-ის ხელი, რაც აიძულებს კონკრეტულ ადამიანებს რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახსნადი არ არის, ხო, რაციონალური ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. ამიტომ მე ვარაუდი გამოვთქვი, მე მგონია რომ მას სურდა პიროვნულად, ვიცი რომ თან მას დადებითი წარმოდგენა მაქვს პიროვნულად ამ ადამიანთან დაკავშირებით. მე მგონია რომ მას სურდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია Deep State-ის ხელი და ხედავთ რომ ამერიკის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიება.
მსგავსი ანალოგიური თითქმის განცხადებები გააკეთეს მისალოც გულისხმობ შემთხვევაში სხვა საელჩოებმაც, სადაც აღნიშნული იყო, რომ ისინი ულოცავდნენ 26 მაისს საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს. რას გეუბნებათ აი ამ ტიპის აქცენტები? ეს იგივეა, ნახეთ, კოორდინაცია ჩანს. ხო შეუძლებელია, რომ ასეთი რაღაც ხდებოდეს კოორდინაციის გარეშე. არის კოორდინაცია, როცა ხედავთ, რომ ერთ-ერთი შტო ამერიკული ხელისუფლების, აქეთ ბრიტანეთის ხელისუფლება, იქ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ერთი და იგივე ხელწერით, ამის ერთ და იგივე ტექსტებით აგზავნიან მილოცებს, აქ ხო ჩანს პირდაპირ უხილავი ხელი, ხო, არის deep state, რომელიც აკოორდინირებს ამ ყველაფერს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი რეალობა. რაც ხდება საუბარს იმაზე, რომ არის ქართული ხალხი, არის აქეთ ხელისუფლება, ხელისუფლებას ირჩევს ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიის კონცეფციას. ჩვენ გვიმტკიცებდნენ თავხედურად იმას, რომ ხალხი იყო NGO-ები. პირდაპირ ამ მესიჯებით გამოდიოდნენ. ყოფილი ელჩი გამოდიოდა, მაღალი თანამდებობის პირი სახელმწიფო დეპარტამენტიდან პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ NGO-ები ლაპარაკობენ თურმე ქართული ხალხის სახელით. ანუ საუბარი სუბიექტებზე, რომლებსაც არავითარი ფორმით არ აქვთ ლეგიტიმაცია მინიჭებული, ხო, არაფერი პროცედურა არსებობს ამისათვის, მაგრამ თურმე ეს NGO-ები, რაღაცა 20 კაციანი და 50 კაციანი NGO-ები თურმე წარმოადგენენ ქართულ ხალხს. დემოკრატიის კონცეფციას უნდა სცენ პატივი და რა თქმა უნდა ქართული ხალხის ნებას უნდა სცენ პატივი. რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცას ეწყინოს ეს ამბავი, მაგრამ თვალი უნდა გაუსწორონ იმას, რომ 1,100,000-ზე მეტი ადამიანი ჩვენი თანამოქალაქე გამოვიდა საარჩევნო უბნებზე გასული წლის 26 ოქტომბერს და მხარი დაუჭირა მოქმედ ხელისუფლებას. შეიძლება ეწყინოთ, მაგრამ ამას უნდა სცენ პატივი. მათ შეიძლება სურდათ ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება, ხო, მკვლელების დაბრუნება, რეგეტიორების დაბრუნება, ვინც ტერიტორიების 20% ჩააბარა იმ ადამიანების დაბრუნება, მედია, ვინც მიიტაცა თავის დროს მათი დაბრუნება, შეიძლება უნდათ და ეწყინათ, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, მაგრამ როდესაც ასე ხდება, ხალხის ნებას უნდა სცე, რა თქმა უნდა, პატივი და შენი წყენა შეიძლება გულში დაიდო, მაგრამ საჯაროდ არ უნდა გამოხატო, მაგრამ აი ასეთ აბსურდულ მდგომარეობაში იგდებენ საკუთარ თავს. რომ არა deep state, აი იგივე ვამბობთ ხოლმე ოპოზიციაზე, ხო, ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რაც ბოლომდე ანადგურებს ოპოზიციას. აქციებზეც ვეღარ გამოდიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სცენაზე ვერ გამოდიან, ხო? პარტიების წარმომადგენლები ვერ ბედავენ სცენაზე გასვლას. იმ ადამიანების წინაშეც კი, რომლებმაც ამოთხბარდიას დაუჭირეს ხარი. ხო, ყველა მიცის, რომ აქციებზე გამოდიან ადამიანები, რომლებმაც ერთ, მეორე, მესამე ან მეოთხე პარტიას დაუჭირა მხარი. ეს პოლიტიკოსებიც კი ვერ გამოდიან საკუთარი ამორჩევლების წინაშე. იმ მდგომარეობამდე მიიყვანა deep state-მა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და იგივე მდგომარეობაში ყავთ სამწუხაროდ კონკრეტული ელჩები, ჩინოვნიკები, ელჩები ვერ ასრულებენ საკუთარ მისიას. რაზეც წუხან ამაზე გვაქვს ჩვენ კულუარული ინფორმაცია, რომ ელჩები ძალიან წუხან ამასთან დაკავშირებით, ისინი ვერ მუშაობენ როგორც დიპლომატიური წარმომადგენლები. მაგრამ არ აქვს სხვა გზა, იმიტომ რომ deep state არის ძლიერი და შესაბამისად მარტივად შეუძლია. ბატონო ირაკლი, ელჩებთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით მანამდე ალბანეთში ვიზიტისას და მაკრონთან შეხვედრის შემდეგ თქვენ გააკეთეთ განცხადება და ასეთი რამ თქვით, რომ თავი შეიკავეთ ერთგვარად დეტალების გასაჯაროებისგან და ხმამაღლა იმ საკითხებზე საუბრისგან, რაც განიხილეთ თქვენთან მაკრონმა დახურულ კარს მიღება, თუმცა აღნიშნეთ, რომ გარკვეულ საკითხებთან და საქართველოსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თქვენი და მაკრონის პოზიციები იყო იდენტური. უკვე დღეს თქვით, რომ ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიცია იმის საწინააღმდეგოა, რაც მან ალბანეთში შეხვედრისას გამოხატა. რასთან გვაქვს საქმე, რომ რის თქმაც შეგიძლიათ რომ გითხრათ? კონკრეტიკას ახლაც ვერ ვიტყვი, კონკრეტულს ვერაფერს. ზოგადად ქვეყანაში მოვლენები შეიძლება ვითარდებოდეს დადებითი მიმართულებით, უარყოფითი მიმართულებით, შეიძლება ერთ ადგილზე იყოს გაჩერებული. საუბარი იყო იმაზე, რომ პროცესები მიმდინარეობს წარიმართება დადებითი მიმართულებით. ეს ძალიან ზოგადად რო გითხრათ, ყოველგვარი ციტირების და კონკრეტიკის გარეშე. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ამ საერთო აღქმის ფონზე და შეფასების ფონზე აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო ამ ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, რომელიც არა მარტო ამ კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, ყველაფრიდან იყო საერთოდ ამოვარდნილი, ხო? ევრაზია საერთოდ საუბარი, იქ რაღაცა მშვიდობიანი პროტესტი ისევ, იქ რაღაცა პოლიციის მოქმედება, ეს შემდეგ რაღაცები არ მოეწონათ. წადით ნახეთ კადრები. სამივე ქვეყნიდან. გერმანია, საფრანგეთი და
პოლონეთი. საფრანგეთში შეკრებების ყვითელი ჟილეტის ცნობილი შეკრებების დაშლას და დარბევას მოყვა 10-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება. ნუ რაზეა საუბარი? სად არის აქ რაღაც ობიექტურობა, ხო? გამოვედით ჩვენ და თქვით რამე. არ ვიცი ჯერ დეტალებიც მნიშვნელოვანია ყველაფერთან დაკავშირებით. რაც არ უნდა ავიღოთ 10 კაცზე მეტი შემოგაგვდა მიტინგების დარბევის დროს და სხვა ქვეყანას აკრიტიკებ მაშინ როდესაც არავითარი გრძელვადიანი კვალი ჯანმრთელობაზე არ დარჩენია არც ერთ ადამიანს მიუხედავად იმისა რომ იყო უკიდურესი ძალადობა რასაც ხედავდით 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში და ამ ფონზე იმდენად სუბტად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რომ არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას არ დარჩენია გრძელვადიანი კვალი. მათი ფავორიტია ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რომელმაც თავის დროზე გახსოვთ არ გამოიყენა სათანადო საშუალებები, შემდეგ გამოიყენა სხვა საშუალებები და ამან გამოიწვია რამდენიმე ადამიანის მძიმე დასახეჩრება, ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა და რამდენიმე ადამიანს უბრალოდ დარჩა გრძელვადიანი კვალი, ან მუდმივი კვალი ჯანმრთელობაზე. მათი ფავორიტი პარტიის ლიდერია. დაასანქცირეს ეს ფავორიტი პარტიის ლიდერი, ან რაიმე განცხადება გააკეთეს თავის რატო? ირაკლი ამ აქციებს ნახეთ ჩვენ როგორც დაშავებული პოლიციელების აქციის დაშავებული მონაწილეები და ჟურნალისტებიც მათ შორის. იყო იქ ექსცესები, რა თქმა უნდა, იყო გადაცდომები, ექსცესები, სამართალდარღვევებიც, ეს ყველაფერი იყო, მაგრამ საუბარი რაზე მაქვს? შენ შემოგაგვდა 10-ზე მეტი კაცი შეკრებების ბრუტალური დარბევის დროს. და აქეთ არის მოცემულობა, როდესაც უმძიმესი ძალადობის ფონზე, აქციების მხრიდან უმძიმესი ძალადობის ფონზე არც ერთ ადამიანს ადარჩენია რაიმე გრძელვადიანი კვალიც კი ჯანმრთელობაზე. და შენ ამას როგორ აკრიტიკებ? სად არის აქ სამართლიანობა? ამაზე მაქვს საუბარი, თორემ მას კი არ უფრო მაგარ ყოფილა, ან გადაცდომა, ან სამართალდარღვევა. ამაზეა საუბარი, უსამართლობაზე და ორმაგ სტანდარტზე. ან გერმანიაში ნახეთ ბერლინში მაგალითად როგორ ხდებოდა ბრუტალურად შეკრებების დარბევა და პოლონეთიც არანაკლებ მაგალითებს იძლევა. და როცა გამოდიხარ ასეთ ფონზე და ისეთ რამის აკრიტიკებ, სადაც შენ საერთოდ სხვა მძიმე მდგომარეობა გაქვს, ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. მეტ ობიექტურობას ითხოვთ საქართველოსთან მიმართებაში. ევროპიდან ისმოდა და ისმის არაერთი მოწოდება მთელი აი ამ ხნის განმავლობაში გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების გაუქმების შესახებ. ვიცით რომ აი ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო ალბანეთში მათ შორის საუბარი. რა არის აი ის პოლიტიკური ფასი, რომლის გამოც შესაძლოა სამომავლოდ მმართველმა გუნდმა ამ კანონების გაუქმების გადაწყვეტილებას გადახედოს? ნახეთ, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია არის ჩვენს მხარეს. ყოველ შემთხვევაში ეს იკვეთება მათი საჯარო განცხადებებიდან. რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. პირდაპირ აღიარა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ კონკრეტული ფონდები, მათ შორის პირდაპირ დასახელებით USAID, NED გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოსაწყობად, ქვეყნების ასარებად, პირდაპირ არის აღიარებული. აქედან გამომდინარე, არა მარტო გამჭვირვალობაზე შეიძლება იყოს საუბარი ამ ფონზე. პირდაპირ თვითონ აკრძალეს ეს ფონდები, რომელიმე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც რუსულ კანონს უწოდებდა გამჭვირვალობის კანონს, მივიდა ამერიკის საელჩოსთან და გააპროტესტა USAID-სთან NED-ის აკრძალვა. რატო არ გააპროტესტეს? თუ მათ ეს თემა აწუხებდათ, ხო? არ გააპროტესტეს, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ უბრალოდ deep state-ისგან მიღებული ჩვეულებრივი პოლიტიკური დაკვეთა. რატომ არ წავიდნენ მაგალითად ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ან NGO-ები? და რატომ არ გააპროტესტეს ამერიკის საელჩოსთან პრეზიდენტ ტრამპის ეს გადაწყვეტილება? იმიტომ რომ deep state-ისგან მიიღეს განსხვავებული დავალება. რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონს, იგივე ახალ ფარას კანონს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მწვანე შუქი რეალურად ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან. პირდაპირ განცხადებებს კი არ გულისხმობ იმ განცხადებებს, რომლებიც ზოგადად გაკეთდა ამ თემასთან დაკავშირებით, ხო? და არა მარტო განცხადებებს, პირდაპირ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა, პირდაპირ აკრძალეს USAID და NED იმ საფუძვლით, რომ ეს ორგანიზაციები, ეს ფონდები ეწეოდნენ სხვა ქვეყნებში, მათ შორის იგივე ამ LGBT პროპაგანდას, ეგრეთ წოდებულ გენდერულ პროპაგანდას, მიდიოდა რევოლუციების ხარდაჭერა, დაფინანსება და ასე შემდეგ და ათასი უბედურება, ხო, ჩვენ შემთხვევაში ეს ხო მათ შორის მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევა, ხო, რაში იღებდნენ გახსოვთ
ისეთი ორგანიზაციები, როგორც არის იგივე სირცხვილია, იქ რაღაცა პრაიდი და შემდეგ რისთვის იღებდნენ ფულს პირდაპირ თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, პირდაპირ თავდასხმები სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათი დაკრინების მცდელობა. ეს ყველაფერი დევს ხელის გულზე. ამ ფონზე როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ, არა თუ უნდა გადავსინჯოთ გამჭვირვალობის შესახებ განმდებლობა, პირიქით ახალ ინსტრუმენტებზე უნდა ვიფიქროთ იმისათვის, რომ მომავალში აღარავის მოვიდეს აზრად ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა თუნდაც ცდილობის დონეზე. რაც შეეხება კანონს არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, ოჯახური ფასეულობების შესახებ, აქაც იგივეა. თქვენ ნახეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები პირდაპირ დაუპირისპირდა ამ პროპაგანდას, რაც არის სრული სიმახინჯე და პრაქტიკულად თავისი განცხადებებით მოიწონა ირიბად. გულისხმობ, მოიწონა იმ კანონის სულისკვეთება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ხო, რჩება რა? რჩება Deep State-ის აგენტურა, რომელიც არის ჩაბუდებული ჯერ კიდევ ამერიკის ბიუროკრატიაში და იმედია აქ ბრძოლა დასრულდება პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით და კიდევ უფრო მძიმედ არის ჩაბუდებული ეს ბიუროკრატია, ეს აგენტურა ევროპულ ბიუროკრატიაში. ხო, აქედან გამომდინარე, იმ ფონზე, როდესაც მით უმეტეს ყველაზე დიდმა სახელმწიფომ ამერიკის შეერთებულ შტატებმა მისი ახალი ხელისუფლების სახით აღიარა ის მანკიერებები, რომლებსაც ჩვენ საუბრობდით ამ 4 წლის განმავლობაში, როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ამ კანონების გადახედვას. ყველა მხოლოდ ნახა, რომ ეს კანონი, მაგალითად გამჭვირვალობის შესახებ კანონი, იყო არათუ ასე თქვათ სწორი, არამედ აუცილებელიც მისაღებად იმისათვის, რომ მომავალში გარეთ დაფინანსებით, იგივე USAID-ის, NED-ის, გავსი ფონდების მეშვეობით, EID, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი ფონდია ევროკავშირში, არ შეიძლება რომ ასეთი ფონდების მეშვეობით ვინმე მსადოს ჩვენს ქვეყანაში ვითარების არევა, არ შეიძლება ეს სიმახინჯე გაგრძელდეს, რასაც ხედავდით, ხო? ეს NGO-ები რაც იყო, NGO-ები იყო ჩვეულებრივი აგენტურა, რომელთა მეშვეობითაც ცდილობდნენ ქვეყანაში მოიყვანათ უკვე ხელისუფლებაში აგენტურა და ეს არ შეიძლება ასე გაგრძელდეს. ჩვენ საუბრობთ გამჭვირვალობაზე და რა თქმა უნდა ეს დღესაც არის აქტუალური. რაც შეეხება 13 მაისს გავრცელებულ თქვენს ღია წერილს პრეზიდენტ ტრამპის და ჯეი დი ვენსის მისამართით, სადაც დახურულ კომუნიკაციას ახსენებთ, ბატონო ირაკლი, რას გულისხმობთ, რომ გითხრათ აი ამ დახურულ კომუნიკაციაში და მეორეს მხრივ რის დემონსტრირება იყო ეს წერილი? საჯარო წერილის გაგზავნამდე ჩვენ გავაგზავნეთ არასაჯარო ასე თქვათ წერილი. და სულისკვეთება იყო დაახლოებით იგივე, იყო ანალოგიური. ჩვენ საჯაროდ ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, როგორ უყურებს ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებულია. ყველაფერი დევს მაგიდაზე. ამბობთ, რომ ვართ მსად ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, ველოდებით პოზიციას. აი ხო არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არ უნდა დასავლეთისკენ სიარული. თუ არ გვინდა ვცადოთ აბა, იქნება გვინდა. საჯაროდ ხო ვაცხადებთ. დავიწყოთ მოლაპარაკება სტრატეგიულ პარტნიორობაზე და შევთანხმდეთ რაღაცეებზე. რატო არ შეიძლება რომ ამაზე დაიწყოს საუბარი? ხო ეს არის ჩვენი ზოგადი გზავნილი. საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ გავიმერებ ერთ რამეს, რომ გრძელდება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა და Deep State შორის. და იმისთან მიხედვით თუ საითკენ გადაიხრება, ასე ვთქვათ, ბალანსი, ამის შესაბამისად განახლდება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. გასაგებია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მნიშვნელოვანწილად რა თქმა უნდა და ცხადია დამოკიდებული არის ამ შემთხვევაში ელჩზე, რომელიც არ გვყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ დრომდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაკეთდა განცხადება, რომ წარდგენილი არის ელჩის კანდიდატურა და ელოდებით, რომ შტატების მხრიდან დასრულდებოდა პროცედურები, რაც ჭირდება ელჩის კანდიდატურის მიღებას და დამტკიცებას. აი ამასთან დაკავშირებით რომ გითხრათ, რა ეტაპზე არის ეს პროცესი? კანდიდატურა გაგზავნილია უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რამდენიმე კვირა. ვერ ვიტყვით, რომ ეს პროცესი ხელოვნურად იძლება, გამომდინარე, რომ სტანდარტული პრაქტიკის მიხედვითაც შეიძლება თუნდაც 3-4 თვე გაგრძელდეს ეს პროცესი, თუმცა გამომდინარე არსებული რეალობიდან, იმ სტატუს კოდან, რაც გვაქვს ჩვენ ურთიერთობებში, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ელჩი მალე დაინიშნოს, ხო? შესაბამისად ველოდებით ჩვენ თანხმობას, კანდიდატურა გაგზავნილია, როგორც კი მივიღებთ თანხმობას, მაშინვე გაცხადდება, ბუნებრივია ჩვენი კანდიდატის ვინაობა, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დაინიშნოს ელჩი. აქაც კიდევ ერთხელ დამოკიდებული იქნება ეს ყველაფერი იმაზე, თუ რამდენად წამოწევს თავს Deep State. რა თქმა უნდა, Deep State ესწრება, რომ შეაფერხოს ელჩის დანიშვნა, თუ უშუალოდ ჩაერევა ყველაფერში ტრამპის ადმინისტრაცია, ამ შემთხვევაში იქნება უფრო სწრაფად გადაწყვეტილება მიღებული.
რაც შეეხება თქვენს ღია წერილს და ოპონენტების შეფასებას, ოპონენტებმა მიიღეს იმის აღიარებად, რომ ხელისუფლება ვერ ალაგებს ერთგვარად ურთიერთობას ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან და ასევე ისინი აკეთებენ აქცენტს ჯო ვილსონის შეკითხვის პასუხად მარკო რუბიოს განცხადებაზე, ამასთან დაკავშირებითაც რომ მოვისმინოთ თქვენი შეფასება. რაც შეეხება ვალაგებთ თუ ვერ ვალაგებთ, ერთ რამ კიდე ერთხელ შემიძლია თქვა, Deep State-ის ამერიკასთან ჩვენ არაფერ გვესაქმება. თუ Deep State-მა უნდა მართოს ამერიკის შეერთებული შტატები, შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც, როგორც ამას აკეთებდა გასული 4 წლის განმავლობაში მაგალითად, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერ გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოსთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. და ამას ველოდებით. ამიტომ ეს არ არის მაინც რელევანტური აქცენტი, რასაც აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ჩვენთვის არის ღირებული ისეთ ამერიკასთან ურთიერთობა, რომელშიც არ დომინირებს Deep State. Deep State-მა მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას ამერიკული ბიუროკრატიის ხელით. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, 2003 წელს მათი ორგანიზებით მოხდა საქართველოში ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია, რომელმაც ქვეყანას მოუტანა 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი აგენტურის მმართველობა. დავკარგეთ 20% ტერიტორიების. კიდევ ერთხელ დანაშაულები, გულობა, წამება, მედიის მიტაცება, ბიზნესის რეგეტი, ეს ყველაფერი ხდებოდა სისტემურად, ხო? და რა თქმა უნდა, ასეთ ამერიკასთან ჩვენ არაფერი გვესაქმება. ჩვენ გვინდა ურთიერთობა ისეთ ამერიკასთან, რომელიც იქნება თავისუფალი Deep State-ისგან. არც მილოცები გვინდა ასეთი არც სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობაც, კომუნიკაციაც ისეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც გათავისუფლდება Deep State-ისგან. ამიტომ მოთმინებით ველოდებით ამ პროცესს. ჩვენი გზავნილიც არის ეს. და ეს ჩვენი დამოკიდებულება ასევე ვლინდებოდა ბუნებრივია ჩვენს როგორც საჯარო წერილში, ასევე არასაჯარო წერილში ჩვენ მოთმინებით ველოდებით Deep State-ის დამარცხებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბატონო ირაკლი, აუცილებლად უნდა გკითხოთ, ვიდრე შემდეგ საკითხზე გადავალთ ჯო ვილსონთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებულად მწვავე შეფასებებიდან განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა საქართველოსთან მიმართებაში. ცნობილი გახდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ეს კონგრესმენი პირადად თქვენთან თანამშრომლობისთვის გამოთქვამდა სრულ მზადყოფნას და წერილიც კი მოგწერათ ასეთი შინაარსით. ვაფასებ თქვენს მოსაზრებებს, თუ რამეში დაგჭირდებით, თქვენს გვერდით მიგულეთ. რას ნიშნავს ეს წერილი? ჯო ვილსონი ასეთი კაცია, ვინც პირველი გავაკავშირე, იმას მოემსახურება. ამ შემთხვევაში პირდაპირ Deep State-ს ემსახურება. ეს არის ფიქრობ, რომ არის რაღაცა რომელიღაც ოპოზიციონერებთან მისი კავშირი, არც აიგეთება ხო ასეთი რამე. პირდაპირ იღებს დავალებებს, არის სუსტი კაცი. დამოყოლეგაცია ასე თქვათ და შესაბამისად მიყვება მარტივად ინსტრუქციებს. და აქაც იღებს წარმოიდგინეთ ხანდახან დღეში 6-7 პოსტი გავრცელებია, ეგრეთ წოდებული პოსტი Facebook-ზე, ხო? იღებს შეულებრივად დავალებას და ამ დავალებების მიხედვით მოქმედებს. ამიტომ მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული ფასი. შეიძლება PAIX ბევრად დიდი ფასი ქონდეს საჯადრო დაფაზე, ვიდრე აქვს მას, ხო? PAIX-ის ფასიც არ აქვს. და საინტერესო არ არის ეს ადამიანი პიროვნულად, ჩვენთვის საინტერესოა ის ინიციატივები, რომლებსაც მისი სახელით აყენებს ხოლმე Deep State. ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრები ჯო ვილსონთან? ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს კოორდინაცია, ხო, Deep State ავალებს რაღაცას. ჯო ვილსონს მე ავალებს კოლექტიურ ნაცნობრობას, მე ახვედრებს ერთმანეთს, მარტივი კოორდინაცია. რა თქმა უნდა, ეს ასე იქნება. მაგრამ ფასი არ აქვს, ანუ რაც Deep State შეეხება, ჩვენთვის არაფერს არ აქვს ფასი. ჩვენთვის აქვს ფასი დამოუკიდებელ სუვერენულ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ტრამპის ეს არის პირობა, ხო? ასე დაპირება გასცა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომ ის დაამარცხებდა Deep State-ს და შესაბამისად დაუბრუნებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს სუვერენიტეტს. და ჩვენ ამას ველოდებით სრული მოთმინებით. ბატონო ირაკლი, მართალია ელჩები საკმაოდ ხშირად აცხადებენ, რომ ისინი არ ერევიან პოლიტიკაში, თუმცა გვახსოვს არაერთი განცხადება ცხადი არის, მათ შორის ვნახეთ სანქციებზე. ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის 14 მაისით დათარიღებული განცხადება და მე მინდა რომ ჩვენი მაყურებლისთვის ამ წავიკითხოთ ციტატა. ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება იქნება მიღწეული. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ჰერჩინსკის 9 ივლისით დათარიღებული განცხადება, ციტატა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შეერებულია ბინადრობნებ არჩევნების შემდეგ ახლად შექმნილი მთავრობა დაიწყებს სერიოზულ მუშაობას ინტეგრაციის მიმართულებით. 26 მაისს რაც შეეხება
ქართულ ხალხს მიულოცა არ უხსენებია ხელისუფლება იმის მიუხედავად რომ 26 მაისის შეკრებას ესწრებოდა ხალხს კი ასეთი რამ შეახსენა რომ დამოუკიდებლობა და დემოკრატია არასდროს არ უნდა ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად. საინტერესოა თუ გაქვთ გარკვეული კომუნიკაცია ან რა ფორმის კომუნიკაცია გაქვთ მასთან და თუ მიმდინარეობს აი პოზიციების გაცვლა ან არგუმენტების გაცვლა. რაც კომუნიკაცია მქონდა დაახლოებით 1 კვირის წინაც, ალბათ 10 დღის წინ დაახლოებით სატელეფონო კომუნიკაცია. მე ამ კაცს პატივსცემ, თუმცა მისი მდგომარეობა არის აბსოლუტურად ტრაგიკული. სრულიად ტრაგიკულია მისი მდგომარეობა. ხა წარმოიდგინეთ თქვენ ახსენეთ ციტატა სანქციებთან დაკავშირებით. რაც არის პირდაპირ მუქარა ქვეყნის მიმართ და ხალხის მიმართ, ანუ როდესაც საუბარია სანქცირებაზე, ეს არის პირდაპირ მუქარა ხალხის მიმართ, იმიტომ რომ პირდაპირ გავლენა შეიძლება ჰქონდეს თეორიულად ამ ყველაფერს, თუნდაც ხალხის მდგომარეობას, ხო? ასეთი განცხადება შეიძლება გააკეთოს ყველამ ელჩის გარდა. ეს აქვს ერთადერთი მისია, რომ იზრუნოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე თავის სახელმწიფოს, ან ამ შემთხვევაში სახელმწიფოთა გაერთიანებასა და შესაბამის სახელმწიფოს შორის. და შეიძლება ასეთი განცხადება გააკეთოს მაგალითად პირობითად ევროკომისარმა, ან ევროკომისიის სხვა წარმომადგენელმა, მაგრამ ელჩმა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ასეთი განცხადება გააკეთოს. აქედან ჩანს, რომ საერთოდ ეს ეტიკეტიც კი არ აინტერესებთ, ეს სტატუსებიც არ აინტერესებთ, არაფერი არ აინტერესებთ, პირდაპირ რასაც დაავალებენ იმ განცხადებას აკეთებენ. კონკრეტულ განცხადებებთან დაკავშირებით შეიძლება კარიერას კომუნიკაცია. ბატონო? არა, აი ამ კონკრეტულ განცხადებებთან რაღაც თემის შეთანხმებასთან დაკავშირებით კონდა კომუნიკაცია. ამაზე არ მქონია. მე არ საუბრობ ამ თემასთან დაკავშირებით, საჯაროდ გავაკეთე რამდენიმე განცხადება. კიდევ ერთხელ გამოხატე და კვლავაც გამოხატა პატივისცემას ბატონი ჰერჩესკის მიმართ, მაგრამ რა თქმა უნდა მისი განცხადებები არის მიუღებელი. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ის უხეშად არკვევს ვენის კონვენციას. ის პირდაპირ გამოვიდა მათ შორის არჩევნებამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე და პირდაპირ მოუწოდა ხალხს სამომრჩეველს მოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ ქართული ოსნების წინააღმდეგ. პირდაპირ მოუწოდა. პირდაპირ ციტატა შეგეცილათ ამოიღოთ ამასთან დაკავშირებით, ხო? ნუ რაზეა საუბარი? მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული, ის იძულებულია დაარღვიოს ვენის კონვენცია, რაც არის მთავარი სახელმწიფო დოკუმენტი ნებისმიერი ელჩისთვის. ნუ ერთგვარი ბიბლიაა, ხო, ელჩისთვის ეს ვენის კონვენცია პირდაპირ აიძულებენ რომ დაარღვიონ მისი მთავარი დოკუმენტი. ტრაგიკული არა თქო უნდა მისი. არ ფიქრობთ ბატონო ირაკლი, რომ მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა მოაგვარებდა აი ამ საკითხს? არავითარ შემთხვევაში არის ტოტალური კოორდინაცია და ელჩებს არ აქვთ არაფრის რესურსი ქვეყანაში. არაფრის რესურსი. პირდაპირ რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. ნული რესურსი აქვთ ელჩებს რომ რაიმე შეცვალონ თუნდაც საკუთარ გზავნილებში. მაშინ როდესაც ელჩებზე ვსაუბრობთ, იგივე ბათუმის სასამართლოს ხდომაზეც ვნახეთ ბათუმში, გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები საპასუხოდ ამბობთ, რომ მსგავსი ქმედებები ელჩების მხრიდან არ დარჩება რეაგირების გარეშე. რას ნიშნავს ერთის მხრივ აი ამ ტიპის პოზიციონირება, ნაწილობრივ ამაზე უკვე ისაუბრეთ, თუმცა როგორ ფიქრობთ, არის თუ არა, თქვათ, მსგავსი ქმედებები შეთანხმებული ამ შემთხვევაში მათსავე ქვეყნის პირველ პირებთან და აღიქმება თუ არა მათი აი ამ ტიპის ქმედებები და განცხადებები საქართველოს ხელისუფლების შიდა საქმეებში და შიდა პოლიტიკაში ჩარევად. და რა რეაგირება იქნება ხელისუფლებას აი ესეც საინტერესოა. ნახეთ, სასამართლო პროცესისთვის ესწრება ადამიანი, ხო, ანუ როცა ხარ ელჩი, ხორის შეიძლება დაესწრო. ინფორმაცია შეიძლება სიტყვით მოგაწოდონ, მათ შორის ოქმების სახით და შემდეგ, ანუ ინფორმირების პრობლემა არ არის, ხო? რისთვის მიდიხარ სასამართლოს ხდომაზე, როცა ხარ ელჩი? მიზანი არის რა, რომ გავლენა მოახდინო მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. ხო, ეს არის პირდაპირ ვენის კონვენციის დარღვევა, კიდევ ერთხელ, ჯერ პოლიტიკაში ერევი და მერე სასამართლოს დამოუკიდებლობაში. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომელმა თავის დროზე ერთ-ერთი მოსამართლე დაიბარა და ანგარიში მოთხოვა კონკრეტულ საქმეზე, გვარამია საქმეზე. და ეს ის საქმე იყო, რომელზეც სტრასბურგის სასამართლო მოგვიანებით დაადგინა, რომ ქართველი მოსამართლის ჩხიკვაძის გადაწყვეტილება იყო სწორი და სამართლიანი. და ასე დონეზე უხეშად თავხედურად იმის ვერ ბოდიში არ მოუხდიათ ამასთან დაკავშირებით. პირდაპირ ამერიკის საელჩოს თანამშრომელმა დაიბარა მოსამართლე ჩხიკვაძე, ანგარიში მოთხოვა და არა მარტო ანგარიში მოთხოვა, შემდეგ სანქცია დაუწესა, ვიზიტიდან მოხსნა კონკრეტული მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილება მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლო მცნო სამართლიანდა. არ მოუხდი ამერიკის საელჩოს ამასთან დაკავშირებით ბოდიში. რატომ? იმიტომ რომ deep state ეუბნება, რომ ბოდიში არ უნდა მოიხადოს. უნდა ჩაეროს ხვალაც. სასამართლოს დამოუკიდებლობაში. იგივე ამ შემთხვევაშიც, ხო, თავის დროზე მელიას
თემა გახსოვთ, ხო? გამოვიდა ყველა საელჩო ერთმანეთის მიყოლებით და დაგმეს რა კანონის აღსრულება. კაცმა გირაო არ გადაიხადა, გირაო უნდა გადაეხადა, არ გადაიხადა და ჩვეულებრივად აღსრულდა კანონი. აქაც იყო ერთმანეთის მიყოლებით განცხადებები. 3 წლის თავზე სტრასბურგის სასამართლომ აქაც დაადგინა, რომ ხელისუფლების მოქმედება თავიდან ბოლომდე იყო სამართლიანი და სწორი და აღსრულდა კანონი სწორად და სამართლიანად. რომელიმე საელჩო მოიხადა, ბოდიში ამასთან დაკავშირებით არ მოუხდია. აქაც პირდაპირ ერევა მოსამართლის საქმიანობაში, აქვს მცდელობა ზეწოლის კონკრეტულ ელჩს, ერთს, მეორეს, მესამეს, ხო? აქაც არ ველოდებით არც ხვალ და არც 3 წლის შემდეგ ბოდიშს მოხდას. რატომ? იმიტომ რომ სამართლებრივი პრინციპების საერთო თავდაყირა არის დაყენებული ევროპის მასშტაბით. ტრაგიკულია ეს ყველაფერი. გერმანიაში ვსწავლობდი 3 წელი. და რასაც მასწავლიდნენ, საერთოდ არ აინტერესებთ. აი პირდაპირ ჟარგონზე რო ვთქვათ, ფეხზე გიდიათ სამართლებრივი პრინციპები. სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებები, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საერთოდ არ აინტერესებთ. ხაზი აქვთ გადასმული ყველაფერზე. ეს არის დღევანდელი ტრაგიკული მდგომარეობა მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში. ხო, რატომ? იმიტომ რომ deep state არის, რომელსაც არ აქვს არავითარი პრინციპები. აქ პირდაპირ ერთ საინტერესო დეტალია. თორსები ზუსტად ბათუმში როცა იმყოფებოდა გერმანიის ელჩი, მასთან მივიდა კონკრეტული მოქალაქე და შეაწუხა. ხო, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ნოტა, სადაც ამბობენ რას, რომ ეს ყოფილა თურმე სისხლის სამართლის დანაშაული. კაცი ჩავიდა ბათუმში იმისათვის, რომ გაეპრავებინა პოლიციელისთვის ხელის გარტყმა და ის რო შეაწუხა ვიღაცამ სიტყვიერად და სული რო შეუბერა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. ამას წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მარიამ ლაშხთან რომ მივიდნენ. მარიამ ლაშხთან რომ მივიდნენ და რომ მივარდნენ და სხვა დეპუტატებთან და შეურაცხყოფას რო აყენებდნენ, ხო? მაშინ ეს რატომ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული? რატო შეიძლება ჩვენთან მოქმედებდეს ორმაგი სტანდარტი? ფიშერთან მივიდა და სისხლის სამართლის დანაშაულია და ლაშხთან მივიდა და ეს არის გამოჩენილი სამოქალაქო აქტივისტი, რა შეასაქმე. და პოლიციელზე ხელის გარტყმის გასამართლებლად ჩავიდა ბათუმში, ძალადობის პირდაპირ გასამართლებლად და ვიღაცა რომ მივიდა და სიტყვიერად რო შეაწუხა, თურმე ეს ყოფილა სისხლის სამართლის დანაშაული. აი ხო სამარცხვინოა ეს ყველაფერი. სად არის გერმანია? სად არის აქ რაღაცა სამართლიანობა? სად არის ის, რასაც მე ვსწავლობდი დაახლოებით 20 წლის წინ გერმანიაში? ხო საერთოდ ხაზი გადაუსვოს ყველაფერს. ტრაგიკულია ეს მდგომარეობა, რაც მართლა შემაშფოთებელია და ტენდენციაც არის შემაშფოთებელი. აღარ არსებობს არაფერი წმინდა, რასაც ქვია სამართლებრივი პრინციპები, ადამიანის უფლებები, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფო, ყველაფერს საერთოდ აქვს ხაზი გადასმული. ბატონო ირაკლი, აუცილებლად უნდა გითხოთ გუშინ ოპოზიციის აქციაზე გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, მხარდამჭერი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, რომელსაც სააკაშვილის გარდა რომელმაც გამოუცხადა სოლიდარობა მზია ამაღლობელს და ასევე ზურა ჯაფარიძეს. დღესაც სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა იუკნევიჩიენე და კიდევ რამდენიმე ევროპარლამენტარი. რიგი ევროპარლამენტარების მსგავსი აქტივობა ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ, თუმცა დამატებით რომ გითხრათ, რას გეუბნებათ და რისი მაჩვენებელი არის საქართველოს ხელისუფლებისთვის? ნუ აღარ არის საინტერესო და რატომ? თავის დროზე თქვენ გახსოვთ, აი 4 წლის წინ რო ავიღოთ ჯერ კიდევ ერთი ევროპარლამენტარი რაღაც განცხადებას რო გააკეთებდა, ამას მოყვებოდა ხოლმე ხალხის მღელვარება, ხო, რაღაც ესეთი აღქმა იყო ქართულ საზოგადოებაში. და ერთი რაც გაიგო ქართულმა საზოგადოებამ არის ის, რომ არავითარ ევროპარლამენტარის განცხადებას, ევროკომისრის განცხადებას შემდეგ არ აქვს ფასი თუ არის უსამართლო. ეს უსამართლო იმდენად თვალსაჩინოა, რომ რაც არ უნდა აქ ერთი ევროპარლამენტარი და სურო 600 ერთად ჩამოვიდეს საქართველოში, ამასაც კი არ იქნება ფასი თუ არ იქნება სამართლიანი. ხალხი რასაც უწევს ანგარიშს, ეს არის სამართლიანობა. და ვის რა უნდა ასწავლოს ამ ქალბატონმა, არის ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა ნატურის მქონე ადამიანი, ხო? თავის ყველაფრით. თავისი ვიზუალით, თავისი რუსული აქცენტით და თავის ყველაფრით, ხო? ჩვეულებრივად გეგონება ცეკას, ასე ვთქვათ, პოლიტბიუროს წარმომადგენელი თან ძველი დროიდან, ახალი დროიდანაც არა. და იმ დროის ზუსტად რაღაც 60-იანი წლების ხრუშჩოვის დროის ცეკას პოლიტბიუროს წარმომადგენლის ვიზუალი აქვს, ასე მეტყველებს, ასე იქცევა. არავითარი ფასი არ აქვს, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს საქართველოში.
26 მაისთან დაკავშირებით და ოპოზიციის შეკრებასთან დაკავშირებით უნდა კითხოთ ცალკე აღნიშნა მახალი წლის მსგავსად 26 მაისი ოპოზიციამ ერთის მხრივ რა პროცესი მიდის ოპოზიციაში აქციაზე ოპოზიციის გამარჯვებისთვის ზურაბიშვილმა სხვათა შორის დაასახელა სამი კომპონენტი საზოგადოების ერთობა და შემართება და ასევე ამბობს რომ ეს უკვე შედგა ასევე ასახელებს უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერას და პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას რომელიც ისარგებლებს საზოგადოების ნდობით რამდენად რეალისტური არის ზურაბიშვილის სეული ფორმულა როგორ ფიქრობთ? ერთი რომ თვითონ ოპოზიციური პარტიები არის საერთოდ მოშლილი, ამას ყველა ხედავს, ხო შიდა დაპირისპირებებიც აქვთ უკვე. მეორე რაც შეეხება ხალხის მხარდაჭერას, ეს არის ნულოვანი. დღეს მაგალითად 150 ქართველი ხალხია გამოსული რუსთაველის გამზირზე, ასეთია მათი მდგომარეობა, ხო? თუმცა ხალხის მხარდაჭერა უკაცრავად რომ გაწყობინებ ზურაბიშვილი, ვისაც ეპატარავება პროტესტი ალბათ ნახეს ლისტზე შეკრებილი ახალგაზრდობა ეს არის პროტესტი, რომელიც მზადაა როგორც დიდი ტალღა გაემართოს რუსთაველზე. ერთი გზაში უყურებდი ზუსტად რაღაც ვიდეო მომივარდა სუხიშვილების ანსამბლის წარმომადგენელი ალბათონი ნინო სუხიშვილი გამოვიდა სცენაზე და რაც მარტივი რაღაცა თქვა მამული ენა სარწმუნოება და იქ მე არ ვიცი კონკრეტულ შემთხვევაში რა კონტინგენტი იყო წარმოადგენელი ამას დაუსტვინეს მამული ენა სარწმუნოებას დაუსტვინეს ეს უბრალოდ გადახვევა. რაც შეეხება საერთო სურათს, ხო? საერთო სურათი არის ის, რომ მაქსიმალური მობილიზაციის ფონზე გუშინ გამოვიდა ირონით არ ვამბობ 3000 ქართველი ხალხი. ამას რატომ ვამბობ? რომ ქართულ ხალხს უწოდებენ ამას. გუშინ იყო 3000 ქართველი ხალხი, დღეს იყო 150 ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, ასეთი მხარდაჭერის პირობებში არავითარი რესურსი არ აქვს ოპოზიციას. თვითონ ოპოზიციის ლიდერები, პარტიული ლიდერები ვერ ბედავენ სცენაზე ასვლას. იმდენად არის მოშლილი ყველაფერი რადიკალურ ოპოზიციაში. რატომ აი როგორ ხედავთ რა არის იმის მიზეზი რომ ხშირ შემთხვევაში მაგალითად როგორც მარტში 31-ში ისე გუშინ 26 მაისის აქციაზე ვნახეთ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის სცენაზეც ხო, ნეტა ისიც არასულიყო, იმ კუთხით ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში სწორედ ეს განაპირობებს, ანუ ის რომ სალომე ზურაბიშვილამდე დაიყვანეს ოპოზიცია, მაგიტო იყო გამოსული 3000 კაცი გუშინ და მეტი არა, ხო და მაგიტო დადეს ყოველდღე 150 კაცი. საერთოდ ყველაფერი გაუნადგურეს რადიკალურ ოპოზიციას. ეს რატომ ხდება? ოპოზიცია თავის დრო იღებდეს გადაწყვეტილებებს საკუთარ ინტერესებთან დაკავშირებით. დღეს პარლამენტშიც იქნებოდნენ, ამ ტრიბუნას გამოიყენებდნენ, ასე თავს არ მოიჭრიდნენ ქუჩაში. რესურსი ბევრად მეტი ექნებოდათ, მაგრამ როდესაც ვიღაცა ხანუკიანის გაღმიდან, ხანუკიანის გამოღმიდან რაღაცებს გიგეგმავს და პულსზე ხელი არ უჭირავს, ხო, ქვეყნის დასაზღვრების პულსზე. აი, ასე დროს მიდის ასეთ მდგომარეობამდე ოპოზიცია. თვითონ რომ დაეგეგმათ საკუთარი ბედი, სხვანაირად წარიმართებოდა პროცესები, მაგრამ პატრონებმა, რომლებიც გარედან ავალებდნენ რაღაცებს, მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე ოპოზიცია, რაც თქვია განადგურება, სრული განადგურება, ხო? ხო, რომ ჩატარდეს არჩევნები და ჩატარდება 4 თვეში თვითმმართველობის არჩევნები, ისინი თუ მიიღებენ მონაწილეობას, ყველა დაინახავს, რომ მათი ხარდაჭერა იქნება ოქტომბრის ხარდაჭერასთან შედარებითაც კი ბევრად უფრო შემცირებული. იმიტომ რომ ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, ტრაგიკული მდგომარეობა, სადამდეც მიიყვანა დიპსტეიტმა, ანუ გარე პატრონმა ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციონერები. აი თვითმმართველობის არჩევნები ახსენეთ, ვინ მიიღებს როგორ ფიქრობთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციიდან? არ ვიცი, საინტერესო არ არის ჩვენთვის, ასეც და ისეც 64 მუნიციპალიტეტში მოვიგებთ აუცილებლად მერის არჩევნებს და 64 მუნიციპალიტეტში მოვიგებთ საკრებულოს არჩევნებს. ახლა იქ სადღაც მუნიციპალიტეტში 2 კაცი ჩემო ოპოზიცია თუ 4 კაცი და ამას არ აქვს ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა, ასეც და ისეც ერთ და იგივე შედეგი დადგება. ამიტომ ჩვენ დიდი ინტერესით მაინც არ უყურებთ ამ პროცესს. ბატონო ეკე პროტესტ ჭირდება თანხა. ფინანსური რესურსი ცხადია, ხომ? ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში პრობლემები შეექმნა NETS და USAID-ს, რაც თქვენ უკვე ისაუბრეთ, ამოქმედა საქართველოში უცხოური გარნის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა ვხედავთ რუსთაველზე აქციებს, რასაც ბუნებრივია ცხადია, რომ ჭირდება ფინანსური რესურსი. თქვენი აზრით, ან რა ინფორმაცია გაქვთ, ვისგან და რა გზებით ფინანსდება პროტესტი საქართველოში, მათ შორის ადმინისტრაციული ჯარიმების ნაწილში? მარტივად ციფრებით გიპასუხებთ ამ ყველაფერზე. დაახლოებით $1 მილიონი. ანუ არასრული $3 მილიონი ჭირდება იმას, რომ ყოველ დღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირს. ხა წარმოიდგინეთ, როცა ვსაუბრობთ დიპსტეიტზე, რამხელა რესურსი აქვთ მათ ფინანსური, წელიწადში ჭირდება $1 მილიონი
მილიონი დოლარი, საკმარისია მილიონი დოლარი იმისათვის, რომ 300 კაცი ყოველდღე დააყენო რუსთაველის გამზირზე. დანარჩენზე თავად შეგიძლიათ იმშალოთ. რა თქმა უნდა, მათთვის დარტყმა იყო USAID-ის და NED-ის დაფინანსების გაუქმება ყველა თვალსაზრისით, ხო? მათ შორის თვითონ გზავნილის თვალსაზრისით და თვითონ მატერიალური კუთხითაც, მაგრამ როცა მილიონი დოლარი ყოფნის იმას, რომ დღეში 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, რა თქმა უნდა, ეს ხელოვნური მუხტი შეგიძლია შემოინახო. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. მილიონი დოლარად შეგიძლია ყოველ დღე, ხვალ მომეცით მილიონი დოლარი და 365 დღის განმავლობაში ყოველ დღე დაგიყენებთ 300 კაცს რუსთაველის გამზირზე. მარტივად არის ყველაფერი. ბატონი რექტორი, სულ საპროტესტო აქციებზე უკვე ვისაუბრეთ, სულ ცოტა ხნის წინ აი ამ კონტექსტში უნდა გითხოთ აუცილებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ცნობილი არის რომ ის შეუერთდება, ასე ვთქვათ, პროკურატურას. ეს სამსახური იძიებდა, რაც უკვე ისაუბრეთ, აქციებზე სამართალდამცველების მხრიდან იმ სამართალდამცველების საქმეებს, რომელთა მხრიდანაც მოხდა ძალის გადამეტება და უფლებამოსილების გადამეტება. რა იყო აი ამ გადაწყვეტილების მიზეზი და ხომ არ გააჩენს გამოძიების სანდოობასთან დაკავშირებით გარკვეულ შეკითხვებს? სანდოობას რაც შეეხება ასეც და ისეც უცხადებდნენ უნდობლობას, ხო? თქვენ გახსოვთ რომელიმე საქმე, რომელიც გამოიწია ამ სამსახურმა და მას ნდობა გამოუცხადა, ეს ხوار გახსოვთ ესეთი რამე. ამიტომ ეს არის სერიალი საბაბი. რაც შეეხება თვითონ ცვლილებებს, თავის დროზე არ არსებობდა ეს სამსახური, ხელოვნურად გამოიყო, ეს ხო რაღაც ძალდატანება, აქაც საქმე ეხებოდა სუვერენიტეტში ჩარევას და მოგთხოვეს რაღაც ხელოვნური ორგანოს შექმნა. მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური მოდელი. კონსტიტუციური მოდელის მიხედვით არსებობს კონკრეტული ორგანოები და ამის იქით ვერ წახვალ ჩვეულებრივი კანონმდებლობით, ანუ კონსტიტუციის მიმდებარე კანონმდებლობით. ამ მოდელის მიხედვით არის აღმასრულებელი სტრუქტურები, არის პროკურატურა. და ეს ფუნქციები, რომლებიც გადანაწილდა შემდეგ ამ სამსახურზე, კონსტიტუციის მიხედვით არის პროკურატურის და მთავრობის კომპეტენციის სფეროში. და ყველაფერს ვაბრუნებთ კონსტიტუციურ ჩარჩოში. რაც შეეხება კიდევ ერთხელ სანდოობას, ერთი საქმე გამახსენეთ, სადაც ნდობა გამოუცხადა ოპოზიციამ ან NGO-მ ამ სამსახურის მიერ გამოძიებულ საქმეს, ხო? ამიტომ ეს ცარიელი სპეკულაციებია. ყველაფერი ჯანსაღდება, ეს ძალდატანებული ეგრეთ წოდებული რეფორმა შემოტრიალდება უკან, არავითარი რეფორმა ეს არ იყო. რეალურად ყველაფერი დაუბრუნდება იმ სწორ ჩარჩოებს, რომელიც ჩარჩოებშიც იყო გამოძიება თავის დროზე მოქცეული, ხო? ანუ არის გენინსპექციები, არის პროკურატურა, არის 6 წლით არჩეული გენპროკურორით ორგანო, დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის კიდევ უფრო მაღალი ვიდრე სამართალდამცველთა რიგებიდან გულისხმობ იმ სამართალდამცველებს, ვისთან მიმართებაშიც კითხვის ნიშნები არსებობს უფლებამოსილების გადაჭარბებასთან დაკავშირებით, არავინ არ არის ფაქტია დასჯილი, ან არ ვრცელდება ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. თქვენ რა შეგიძლიათ სავარაუდოდ გაქვთ გარკვეული ინფორმაცია, ხომ? თვითი იდენტიფიცირება თუ მოხდა მათი, რაიმე სამართლებრივი ზომები თუ არის გატარებული. აი ეს ვაკუუმი ერთგვარი ინფორმაციული ცხადია, რომ შეკითხვებს აჩენს. ამასთან დაკავშირებით კომპეტენტური არიან შესაბამისი ორგანოები. ხო, იგივე სამსახური, რომელიც ახლა უხდება, შემდეგ გადავა ეს შესაბამისი უწყებების ფუნქციებში, იგივე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შესაბამისი უწყებები გაგცემენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხს. ნახეთ, იგივე როცა საუბარია ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ უწყებას. და ეს საგამოძიებო სამსახური არის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი უწყება. რატო ქვია ამას დამოუკიდებელი? იმიტომ რომ მე უფლება არ უნდა მქონდეს, რომ ჩავერიო მათ საქმიანობაში, მათ შორის იგივე ამ გამოცემა არც უნდა მოვიკითხო მე, როგორც თავრობის მეთაურმა, არ შეიძლება მოვიკითხო საერთოდ ეს საქმეები. ხო, ასეთ ტიპის აბსურდთან გვაქვს ჩვენ საქმე. რო ყოფილიყო მაგალითად ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეშ, იქ იქნებოდა სხვანაირი შესაძლებლობა. ზოგადად პრინციპი არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება გამოძიებას, კითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება ან უწყებები. ამიტომ მე ვერ ვიქნები აქ რელევანტური ადრესატი. კარგით, კიდევ ერთი საკითხი დღეს ანონიმური შეტყობინების საფუძველზე წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ეგრეთ წოდებული მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარე დააკავეს წითელი ცირკულარი ძებნილი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი. გუშინ, სხვათა შორის, ეს ჩვენი მაყურებლის საყურადღებოდ ბუნებრივია გარდიანმა გამოაქვეყნა ინტერვიუ ბაჩიაშვილთან, სადაც ის მის სავარაუდო ლიკვიდაციაზე საუბრობს, გამოცემასთან ამბობს, რომ ციტატა ორი
ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით აქვს ეს ინფორმაცია. ბაჩაშვილის განმარტებითვე ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას, ციტატა, "ვშიშობ ეს ბრძანება შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება, თუმცა მას მკვლელობას შეტენიან, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმის, რომ ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს, ან ის უფრო მეტად წამოეგება ანკესზე, უთხრა მან ბრიტანულ გამოცემას. მისი ადვოკატს რაც შეეხება რობერტ ამსტერდამი ასევე აცხადებს, რომ არ გამორიცხავს ბაჩაშვილის მკვლელობის დაგეგმა იყოს საგარეო ძალების სცენარი, რათა კიდევ უფრო მეტად მოახდინონ ვითარების დესტაბილიზაცია საქართველოში. გასაგებია, რომ ამ თემის ადრესატია ამ შემთხვევაში, როდესაც ადრესატებზე საუბრობ და უწყებებზე საუბრობთ, არის უსაფრთხოების სამსახური, თუმცა თქვენ რა ინფორმაცია, თუ გაქვთ რა თქმა უნდა ინფორმაცია, რა შეიძლება რომ მიაწოდოთ მაგალითად ამ შემთხვევაში მაყურებელს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია მაგალითად აი ამ საკითხს იყენებს გარკვეულწილად პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. ზოგადად ამ კაცს მხოლოდ შევია ესე აღმოჩნდა რაღაც ხაბრების მოყოლა და ასეთი ხაბრები ვრცელდებოდა. თუ მართალია დაუშვათ, რომ მართალია ეს ყველაფერი, რომ ვიღაცას უნდა და რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურეებს მისი მკვლელობა და მე უნდათ რომ ეს გადაებრალებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. ამ შემთხვევაში მით უმეტეს საშუალო ყოფილა მისთვის ის პატიმრობა, რომელიც ახლა აქვს, ხო? საქართველოში. ნუ არ ვიცი, ყველაფერს რა თქმა უნდა გამოძიება აჩვენებს, აქაც მე ვერ ვიქნები კომპეტენტური დეტალებზე ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა. ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი, სამართლის უზენაესობა უნდა იყოს განუხრელად დაცული. აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია, მცირე თუ არა მცირე, ნუ ეს საკითხია და რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა მის ხელმძღვანელს, ბატონ ანდრე ოხანაშვილს, რომელმაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო სამართლის აღსრულება. ხო, შეურაცხყოფელი იყო, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩაშვილმა თავის დროზე დატოვა ქვეყანა და სწორედ ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა. ბატონი რეკრე, აუცილებლად უნდა გკითხოთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. ყოველდღიურ რეჟიმში ფაქტობრივად ვისმენთ ძალიან მძიმე ისტორიებს, იგივე თუნდაც ბიზნესის რეკეტთან დაკავშირებით, პირად ტრაგედიებს ვისმენთ ფაქტობრივად და არაერთი მოვისმინეთ ამ ხნის განმავლობაში. საბოლოოდ ამბობს საგამოძიებო კომისია, რომ მიზანი მათი მუშაობის არის ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა. საინტერესო არის სამართლებრივად როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი, უფრო მეტი რომ გითხრათ. იქნება აიკრძალება ამ შემთხვევაში პარტია და ეს მოიაზრება თუ მოიაზრება თუნდაც იგივე კონკრეტული სუბიექტებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. როგორ ხედავთ პროცესს? პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ ამ რეჟიმას, სისხლიანმა რეჟიმმა 9 წლის განმავლობაში შეიწირა 10,000-ობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. 10,000-ობით ადამიანის უშუალოდ შეეხო 10,000-ობით ადამიანს ეს რეჟიმი, ხო, 150 ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს პირდაპირ. საჩვენებელ მკვლელობებს აწყობდნენ შუა ქუჩაში, ხო? ციხეებში 140-ზე მეტი ადამიანი იკვდებოდა წლის განმავლობაში, ხო, რა იყოთ მაგალითად 2011-10 წლების სტატისტიკა, 140-ზე მეტი ადამიანი იკვდებოდა და სტატისტიკა 20 ჩამოსდა საშუალოდ, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ 100-ზე მეტ ადამიანს მარტო ციხეებში კლავდნენ ყოველწლიურად. ამ დონის რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ბიზნესის რეკეტი პირდაპირ შეეხო 10,000-ობით ადამიანს, ხო, დაახლოებით 10,000 მაგაცმა მარტო სახელმწიფოს აჩუქა საკუთარი ქონება, ხო, წარმოგიდგენთ რა სისტემა იყო. ნუ მედიასთან დაკავშირებით ჩემს კარგად გახსოვთ ყველაფერი, რა ვითარება იყო, ნუ ტერიტორიები ომი დაიწყეს, 400 კაცი შეეწირა, 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი მათ მიერ დაწყებულ ომს, ხო? ანუ უამრავ ადამიანს მარტო სიცოცხლის დაკარგვის დონეზე შეეხო ეს რეჟიმი, რომ არაფერი თქვა ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე და ნერვებზე და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს რეალურად ვიხსენებთ იმას, რაც სინამდვილეში ყველას ალბათ გვახსოვდა, უბრალოდ ემოციურ დონეზე ქონდა მივიწყებული. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ეს პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში, კიდევ ერთხელ იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს. ეს არის ძალიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, რომ ყველანაირი საფუძველი იქნება
მომზადებული იმისათვის, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, მასთან დაკავშირებული პარტიები გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. როდესაც საუბრობთ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა, ამ შემთხვევაში კონკრეტულ პარტიაზე თუ სუბიექტებზეც არის საუბარი და სუბიექტებზე გაგრძელდება. 4-ვე პარტიაზე შეიძლება რა თქმა უნდა ამას გვიჩვენებს პროცესი, როდესაც მომზადდება შესაბამისი სარჩელი, მერე წარიმართება უკვე პროცესი სასამართლოში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წინასწარი, ასე ვთქვათ, ჩემი ანალიზი მაძლევს იმის საშუალებას, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან მოაზრებულ 4-ვე პარტიაზე. ხო, ეს არის ნაცმოძრაობა, ეს არის ახალი ხარაგანსხვავება ნაცმოძრაობასთან ახალ შორის. ერთი პარტია პრაქტიკულად ორად გაყოფილი. ასევე რაც შეეხება ლელოს, პირდაპირ იყვნენ ჩართული უმძიმეს ქმედებებში კონკრეტული წარმომადგენლები ამ პოლიტიკური პარტიიდან, ხო? რაც შეეხება გახარიას, პირდაპირ დღესაც 4 მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია იმ პარტიასთან, რომელიც მაშინ სისხლიან რეჟიმს ხელმძღვანელობდა. რაც თავარია, ეს პარტია ყველა ერთად დღეს არის ჩართული ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ხო, არც მალავენ ამას პირდაპირ დადიან, იგივე რო ავიღოთ ეს ხელისგულზე რასტევს, ხო? პირდაპირ დადიან დერეფნებში და ითხოვენ ქვეყნის დასჯას და სანქცირებას, 1000 ტიპის შეზღუდვების შემოღებას და ეს შემდეგ. ეს ხო ხელისგულზე დევს. პირდაპირ ხო უპირისპირდებოდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას. დღესაც ხო ახშობდნენ ტრამპის რეალთან დაკავშირებით. არც ამერიკასთან დაახლოება უხარიათ, არც კანდიდატის სტატუსი უხარიათ. პირიქით უპირისპირდებიან ამ ყველაფერს. ეკონომიკასთან დაკავშირებით პირდაპირ ერთმანეთს მიყოლებით საუბრობდნენ, რომ წელს ჩამოიქცეოდა ეკონომიკა და საშუალო ზრდა გვაქვს 9%-ზე მეტი პირველი კვარტალის მონაცემებით. ეს ხო პირდაპირ ხელისგულზე დევს, პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ რამენაირად ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. განსაგებია, ბატონო ირაკლი 4 თვე დარჩა დაახლოებით თვითმმართველობის არჩევნებამდე. მართლ პარტიას ცხადია, რომ აქვს საკუთარი გეგმა და დღის წესრიგი. საინტერესო არის, იქნება თუ არა მოქმედი მერი მართველი გუნდის კანდიდატი დედაქალაქში. აქაც მიწევს შედარებით ასე ვთქვათ, ერიბი განცხადების გაკეთება, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიცსაბჭოზე მიიღება ეს გადაწყვეტილება. თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან ალტერნატივა არ აქვს მოქმედ მერს კახი გალაძეს. ასევე მე აღვნიშნე, რომ მას უკვე აქვს მომზადებული 4 წლიანი გეგმა თბილისის განვითარებისთვის, სრულდება უბრალოდ ამ გეგმაზე მუშაობა და ის მონახაზი, რაც მე მაქვს ნახე, არის უკვე ძალიან საინტერესო და იძლევა იმის საშუალებას, რომ 4 წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი გახდეს კიდევ უფრო მეტად განვითარებული, კიდევ უფრო მეტად გალამაზებული, კიდევ უფრო მეტად გამწვანებული და რა თქმა უნდა დასანანი იქნებოდა, რომ განვითარების ეს პროცესი სხვა მიმართულებით წარიმართოს. ეს არის ჩემი შეხედულება და შენ დავალოდოთ პოლიცსაბჭოს კანდიდატი. უნდა დავალოდოთ პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილებას, ჩემი პოზიცია გითხარით. ძალიან დიდი მადლობა, უღრმეს მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ირაკლი კობახიძე პასუხობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქტუალური თემის შეკითხვებს, ასეთ იყო.